მეგობრებო, ძალიან საინტერესო ფენომენზე მინდა დაგელაპარაკოთ. მოკლედ გუშინ საქმურად ვიჭექი სკროლობდი TikTok-ს, ამომიგდო მე რა ეკერე სიმღერა, დავიწყე თვითონ მღერი, იმიტომ როგორც იცით, ჩემს უამრავ ნიჭების სიაში ერთადერთი რაც არ წერია არის სიმღერა. ანუ აი, ალბათ კატები მარჩი უკეთესად მღერიან, ვიდრე მე აი როგორც არ უნდა ვეცადო, არა და ერთხელ ვეცადე კიდეც გაკვეთილებსაც დავდიოდი, მაგრამ ნუ აი ძალიან მინჯო ხარშვილობ. ხო და ნუ რაღაცნაირად რა ირონიულად ჩემთვის მიმღერე დილას გავიღვიძე და კომენტარებია. არ გიხდება სხვის სიდაცინი, ვის დავცინი, აი დედას ფიცა არ ვიცი ვის დავცინი, მაგრამ ეგ ერის დავცინი იმ ვიღაც არაჩვეულებრივ გოგოს, ვინ ძალიან მაგრად მღერის ვიღაც ამერიკელი გოგოა. არ ვიცი ვის დავცინი, მაგრამ ადამიანები ისე არიან შეჩვეულები, რომ სოციალურ ქსელში მიდის აქტიური ბულინგი, ირონიული დაცინვები, რომ ყველას განელოდებიან ამას. Hi. Good morning. ყველას განელოდებიან ამ დაცინვებს და აბსოლუტურად ესეთივე მოლოდინი აქვს, რომ თუ რაღაცას აკეთებს ადამიანი, ანუ თვითირონია ვერ იქნება, იმიტომ რომ თავის თავს რატო დასცინებს, ხო? აი ამას არის შეჩეული ხალხი. ესე იგი ვიღაცას დასცინებს. ხვდებით რამდენად არაჯანსაღი არის სოციალური ქსელები, რომ აი ეს მოლოდინი აქვს ადამიანებს, რომ ვიღაცას უნდა დასცინო. აბა სხვა რატო დადებდი, ხო, სტორის ან რაღაცას, ნებისმიერ რაღაცას. მე გეტყვით მთელი გულწრფელობით და პასუხისგებლობით, რომ არასდროს არავის არ დავცინი, მით უმეტეს მომღერლებს, რომელებისაც შურს მთელი შავი შურით და ყველაფერი შურით, რაც კი არსებობს, იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ შემეძლოს, აი ჭრელო პეპელა მაინც რომ შევასრულო და შეცდით, აი ჩემთან ტყუილა ეძებს სკანდალებს. მე არასდროს ბევრი ვიცი რაღაცეების ხვებზე, იმაზე, მაგრამ არასდროს ამაზე დროს არ ვკარგავ და არასდროს რაღაც ეგეთ რაღაცებს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ესე მჯერა და ამაზე ყოველთვის ვმუშაობ, რომ მინდა რომ ყოველ შემთხვევაში 100%-ით ერთ მშვენიერ დღეს ეს მოვახერხო, რომ არასდროს ცხოვრებაში არ ვიფიქრო სხვაზე. ვიფიქრო მხოლოდ ჩემ თავზე, ჩემს გაუმჯობესებაზე და ჩემს წინსვლაზე, ხო, რაღაცნაირად ჩემ თავზე მუშაობაზე და არა სხვაზე. რატო უნდა დავცინო სხვას, რატო უნდა მიუთითო ვინმე სხვაზე, როცა ეს ჩემი გვერდია და აქ ხდება ჩემი ცხოვრება, ჩემი ბიზნესი, ჩემი ოჯახი, აქ არის ჩემი სამყარო. ყველა ელოდებოდა დავცინი და მით უმეტეს მარაეკ ჰერის. ან არ ვიცი, ალბათ იგულისხმეთ, რომ ვიღაცა ქართულ მომღერალს დავცინი, დედას ვიცი არ ვიცი რას გულისხმობ. რატო უნდა დავცინო ქართულ მომღერლებს? ეგეც არ ვიცი. ალბათ რაღაცა ხდება, რაღაცა ტრენდია, ვიღაცას დასცინიან და გონიათ რომ ეს წარმოდგენა არ მაქვს მთელი გულწრფელობით გეუბნები. ხო და თუ გინდათ გიმღერებთ რა, რომ მიხვდეთ მე რა კარგი მონაცემები მაქვს. არა, დამბლოკავს TikTok-ი. I give my love. ნახო,